შენელებულ კადრშიც კი ჩემი ეს გაფრენა სულ რაღაც 3 წამი. მაგრამ მოდით მივყვეთ ყველაფერს თავიდან. სტარტის მომენტს ნოდო კოდუას თვალებით უყურებთ. მარჯვნივ დგავარ და პირველი პოზიცია მაქვს, რომელსაც ტრაკში ვაგებ იკო ჩხეიძესთან და გადავდივარ მეორე პოზიციაზე. იცით რას ნიშნავს მრავლისთვის სტარტის წაგება? ადრენალინის დუღილი ყველა საზომ ერთეულს სდება. რევანში გიჟივით მწყურია. მესამე მოსახურში ვაკეთებ სრულ მოძრაობას და თითქოს მანევრი გამოდის კიდეც. წინ ვარ. დაუცებ ბუნც. სადღაც მივფრინავ. და თუ გონიათ ეს ყველაფერი ესე სწრაფად ხდება, როგორც კადრში ხედავთ, გეტყვით რომ ცდებით. ეხლა მოგიყვებით, რამდენი ხანი გრძელდება ეს პროცესი. შეხების მომენტში უფრო სინანულის გზნობა გაქვს, ვიდრე საფრთხის. გონია რომ რაღაცა მოგზრო. წამიც და თავდაღირა ხარ. ამ მომენტიდან წამი უკვე წუთად იქცევა. გაინტერესებს როგორ მოხდა ისე, რომ უღმა ხარ და იკოს კამერას პირდაპირ უყურებ. მე რატომღაც ამ კადრზე ფიქრობ. შემდეგ აზზე მოდიხარ. უფრო ღრმა ანალიზს იწყებ. მოიცა რა კადრი, თავდაღირა ვეცემი. თავი როგორღაც უნდა გადავირჩინო. საჭირს ხელს უშვებ. ზღარბის ფორმას ვიღებ და ველოდები თუ რა მოხდება შემდეგ. პროცესი გრძელდება. უკიდეგანოდ მივხოხავ. წამი ისევ ჩერდება და ვაფიქსირებ რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ბევრი ფიქრის დრო მაქვს. ბევრი ამ მახსენდება. არ მინდა, მაგრამ იმასაც ვფიქრობ. ნუ თუ ეს დასასრულია. საოცარია, მაგრამ რატომღაც არ მწყენს. ალბათობების დაშვება ამოვწურე და გავჩერდი კიდეც. ვიცი რომ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. მშვიდად ვარ და ველოდები მარშლებს. უცებ გონებაში ახალი ტალღა შემოდის და ცივი ოფლი მასხავს. ამას ხო ჩემი ოჯახის წევრებიც უყურებენ. რას ელოდები? იმოქმედი. ყვედები სწრაფად შევიხსენი და გამოზრომა დავიწყე. ვიცი რომ ჩემი ცოლი ფართე ეკრანის წინ დგას. ამიტომ არ ვჩქარობ. აუღელურად ვაკეთებ მოქმედებებს. მინდა დარწმუნდეს რომ ყველაფერი კარგად არის. ვბრუნდები, ხედავ და შაკომორბიან ჩემსკენ. ეს კადრები უკვე მოგვიანებით ვნახე. დიდხანს ვერ ვჯერებდი რომ ესე უცებ მოხდა ყველაფერი. მაგრამ ამას უკვე არ ქონდა მნიშვნელობა. მნიშვნელობა იმას ქონდა, რომ ამ ორ ადამიანს იკო ჩხეიძეს და შაკო ციხელაშვილს არც ერთი წამი არ დაჭირებიათ იმისთვის, რომ ყველაფერი მიეტოვებინათ და ჩემს საშუალად გამოქცეულიყვნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ჩანაფიქრი ქონდა განგებას, მაგრამ ალბათ სწორედ ასეთი შემთხვევები გვაჩვენებს ჩვენს ირგვლივ ყოფი ადამიანების ნამდვილ სახეს.